გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 13 მაისია. დიახ, 13 მაისია, საქართველოსის მნიშვნელოვანი დღე, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის ამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. მინდა წარვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. პირველი სტუმარი, რომელიც არის დებიუტანტი ჩვენ გადაცემაში, სახელოვანი სპორტსმენი და უფრო მეტი მწვრთნელი, ბატონი ალექსანდრე ბართაია. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი წყალში ხტომაში, საქართველოს განათლების წარჩინებული დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი წყალში ხტომაში და სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში, ხო? ასეა, ხო, ბატონ ალექსანდრე? დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე, რომ მობრძანდით. რამდენიმე დღის წინ ბატონ ალექსანდრეს შეუსრულდა 80 წელი და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ და როცა გადმოგცემ სიტყვას ამ თემებზე უფრო ცალად ვისაუბრეთ. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი, საქართველოს ჰოკეის და ეროვნული ნაკრების ყოფილი და დღევანდელი წევრი, ახლაც ხომ ხართ ნაკრების წევრი, ბატონი მიხეილ დავითაშვილი, მიშო დავითაშვილი, ასე იცნობენ მას სპორტულ სამყაროში. და ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარი, რომელიც ხშირად არის ჩვენთან, ბატონი მიხეილ აბაიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2016 წლიდან 24 წლის ნოემბრამდე ბატონი მიშა იყო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, 24 წლის ნოემბრიდან არის უკვე ვიცე-პრეზიდენტი. იქ მოხდა ძალიან მშვიდობიანად, ლამაზად არჩევნები და გიგა გენცაძე, ჩვენი ცნობილი კომენტატორი, ტელეკომენტატორი და სპორტული ჟურნალისტი აირჩიეს პრეზიდენტად. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიხეილ აბაიშვილი კი არის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. სანამ გადავცემდი სიტყვას ჩვენ იუბილეარს ბატონ ალექსანდრე ბართაიას, მინდა 1-2 სიტყვით რასაკვირველია კიდევ ერთხელ დაუბრუნდე იმ პოზიტიურ, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების უდიდეს ისტორიულ წარმატებაზე. დიახ, თქვენ ახლა ხედავთ ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის 26 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის გადამწყვეტ მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 მაისს ანგარიშით 29-26 დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და მოიპოვა უფლება მეორეჯერ უკვე იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ევროპის ჩემპიონატი 26 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 26 წლის იანვრის მეორე ნახევარში თებერვლის დასაწყისში სამ ქვეყანაში: დანია, შვედეთი, ნორვეგია და საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებმა მოიპოვა ეს უფლება იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, პირველად ასეთ წარმატებას საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მიაღწია 2023 წლის აპრილში, როცა სტუმრად, სენსაციურად დაამარცხა უნგრეთის ძალიან ძლიერი რეიტინგული ნაკრები და ჩვენმა ნაკრებმა 2024 წლის იანვარში პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში. ის ევროპის ჩემპიონატი 24 წლის იანვრის მეორე იანვარში გაიმართა გერმანიაში. ახლა კი მეორე ასეთი წარმატება, უფრო ხმაურიანი, უფრო ლამაზი, რომ ეს სახში იყო მატჩი, გადამწყვეტი მატჩი საბერძნეთთან, ჩვენ ყველანი ვიყავით მოლოდინში, ძალიან დიდი შრომა გაწია საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა, ვიცე-პრეზიდენტმა, გენერალურმა მდივანმა, მთელმა კოლექტივმა და აგრეთვე დიდი როლი ითამაშა სპორტის სამინისტროს ხარდაჭერამ და ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა, რომლებმაც სპეციალური ვიდეო მიმართვებით
მიმართეს გულშემატკივრებს და საბერძნეთთან მატჩის დროს, დაახლოებით 8000-მდე იყო, ასე ამბობენ, 8000-მდე იყო მაყურებელი იმ დარბაზში, რომელშიც ეტევა 10000-მდე მაყურებელი და საერთაშორისო სპორტული დაზვერვა კიდევ ადგენს 8000 იყო თუ 8500 ადამიანი მატჩზე, ფანტასტიკური მატჩი იყო. კი, შემდეგ ჩვენი ნაკრები იმავე საღამოს გაფრინდა რიგაში იყო თელი დღე და რიგიდან წავიდნენ, გაფრინდნენ ჩვენი ხელბურთელები ისლანდიაში. იმ ბოლო მატჩს 11 მაისს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და მით უმეტეს სამი ჩვენი წამყვანი ძირითადი მოთამაშე ტრავმების მძიმე ტრავმა მიიღო საბერძნეთთან ნაკრების კაპიტანმა თეიმორა ზორჯენიგიძემ. სუბუქი ტრავმები ჰქონდათ ირაკლი გბილაშვილს, ერთ წამყვან წევრს ნაკრების და გიორგი ასენაშვილს. ისინი არ წავიდნენ, ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მწვრთნელთა შტაბის ფედერაციის და სამი კაცის გარეშე ის ბოლო მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენი ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე 2021 წლის იანვარში. კენჭისყრა გაიმართება, როგორც მე ვიცი, 15 მაისს გონი, ასე თუ არ მეშლება. და დღეს ბატონთა იქ მე რა ინფორმაციაც აქვს, გონი დღეს იმართება კენჭისყრა, შეიძლება მეშლება. არა, დღეს კალაბურთის კენჭისყრა. კალაბურთის 15 მაისს იმართება კენჭისყრა ხელბურთის. როგორც მე ვიცი, დანიაში იქნება ეს კენჭისყრა, დღეს კალაბურთის კენჭისყრა არის სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 2027 წლის სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის კალაბურთის შესარჩევი რაუნდის კენჭისყრა და გახდება დღეს გავიგებთ, თუ არ ვიცი ახლა ბოლო საათებში არ მიყურებია, თავარია რომ ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის მეტოქეები გახდება ცნობილი 15 მაისს. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ალექსანდრე ბართაიას. კიდევ ერთხელ წარვადგენ ბატონ ალექსანდრე ბართაია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს განათლების დამსახურებული წარჩინებული მუშაკი, სპორტის ოსტატი წყალში ხტომაში, სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში ბატონი ალექსანდრე ბართაია. რამდენიმე დღის წინ 9 მაისს ბატონ ალექსანდრეს შეუსრულდა 80 წელი, იყო სპეციალური ღონისძიება, ცერემონია ოლიმპიკის აუზში და მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ბატონ ალექსანდრე, მთელი ცხოვრება ხართ სპორტში. ცნელად ბატონ ალექსანდრე მუშაობს, როგორც დავადგინეთ საერთაშორისო სააგენტოების დაზვერვის მიხედვით 56 წელია მუშაობს ცნელად, ხო? 56 წელია, ხომ ასეა? ცოტა მეტი, 1-2 წლით, ესე იგი გასაგებ დავაზუსტეთ, ხო? ბატონ ალექსანდრე, მე ვიცი რომ თქვენ დაბადებული ხართ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრავაში. სწორი ბრძანდება. და პირველი 6 წელი იქ იყავით. და მერე გადმოდით თბილისში. აი ეს იქ დაიწყეთ ეს წყალში ხტომა თუ ჯერ ტანვარჯიშში იყავით? აი დავიწყოთ თქვენი როგორ დაიწყო თქვენი სპორტული ცხოვრება? ეს ომის შემდეგი წლებია. ცოტა ისეთი მეორე მსოფლიო ომის წლებია და ორი მდინარე ჩამოუდის აქედან აბაშა, იქიდან ცხენისწყალი. ეს მარტვილის მუნიციპალიტეტი, მარტვილის რაიონი. აი დავდიოდით ბავშვები ძირითადში და ჭუმპალავდით, ცურავდით, ესე და ახლა როგორც წყალში ხტომა არ იყო. ცურვას მაინც სწავლობდით. მერე უკვე 7 წლის რო გავხდი, მამაჩემმა განმომიყვანა იქ ცხოვრობდი იქამდე. ხო, მარტვილში. ხო, ესე იგი მეგრული იცი და სვანურის, ხო? მაგან დამღობა მეგრული. თორე ქართული არ ვიცოდი, ყველა თითქმის ლაპარაკობ მეგრულად. სანამ სკოლაში არ შეხვედით ქართულ, რომ იქ ოჯახში მეგრულად საუბრობდით. ოჯახში და თელ სოფელში. ასეც რა ვქნა ახლა. რაც არის სიმართლეს ბიძა. რატომ მინუსად ვლით ამას? არა, ეს მინუსი არ სვანების სვანურად ლაპარაკობენ ბავშვობაში, ხო, ახლა ის სხვა დრო იყო მით უმეტეს, ხო? სხვა დრო იყო. ხო და აი ისე ხაზს გაუსვავ რომ იმ დინარეები იქით ორი დინარე როა თავისი როლი ითამაშა ის პატარობისას სურვავის სწავლე რაღაცებისა და წინ წავედი. შემდეგ უკვე თბილისში რო გადმოვედი, თბილისში. მამა თქვენი თბილისში მუშაობდა. მამაჩემი ცეკას იუსტიციის სამინისტროში იყო. სამინისტრო მინისტრის მოადგილე იყო ერთი პერიოდი. მერე უკვე უმაღლეს სასამართლოში მუშაობდა და იურისტი და იურისტი უმაღლეს სასამართლოს ჩვენ გვერდზე გრიბაედოზე ცხოვრობდით. მასა და მე აი ესე მიმიყვანეს სკოლაში,
როცა ქართული არ ხო, გასაგებია და ისწავლეთ და სპორტი გაუჭირდა მასწავლებლებს, კაცო, ჯერ ამას ქართული ასწავლეთ და მე უკვე მე ვასწავლი რაც შემიძლია დაწყებით კლასებში. ხო, გასაგებია. ხო. და სპორტის ტანვარჯიშში ხო და აი იცი რა ეს გრიბაედოვის ქუჩის დასაწყისში იყო NVD-ს დარბაზი, დინამოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები პერტენავა, ბოგუსი, მაკალათია, ესე სერიოზული საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყვნენ. ეგენი ვარჯიშობდნენ და მე უყურებდი და პირდაღებული ისე ვიყავი და დავიწყე იქ ტანვარჯიშზე. და მე უკვე გადმოვედი ხტომებზე. აი ეს ვარჯიშიდან ეს საფუძველი მივიღე. ტანვარჯიში რომ ვიყავით, მე როგორ ლაგუნა ვერასთან არის დაკავშირებული. აი ეს მოვიყავი საინტერესო. საფულობით უკვე ჩვენ ტანვარჯიში აღარ ვარჯიშობთ, მარტო ზამთრობით. ხო და შევიპარე ლაგუნა ვერაზე იქიდან შესაძლოა. გვერდით იყო აუცილებლად. გვერდით და ისა მაზუთი ესვა, რომ ვიც შემოიპარებოდა ეგრევე იგებდნენ, რომ ეს შემოპარულია მაზუთი სასულკო. მე შევიდოდით, გავიხდიდით ჩუმად, ჩავაძლაგებდით რაღაცას და მე უყურებდი და რას უყურებდი, კაცო? მე ორძელზე დავიჭირდი იმას კუთხეს და ხელყირას მეშინოდა, რო არ ჩამოვარდნილიყავი და ეს 10 მეტრაზე მიდის, ხელყირას იკავებს და ტრიალდება 1-2 და წყალში ჩადის. მოგეწონათ ეს? არა, მომედონ კი ლოჩიკის იმისი ფრინავის გული აქვს 10 მეტრი და ეს რამდენი წლის ხარ 13 მე უკვე ხო აი ესე 12-13 წლის და იყო ეგეთი მწვნელი სხვათა შორის კათედრის გამგე წყალთა სახელობის თბილისელი მარინა ეროგინა პროფესორი ხალი ხო და მაგი ავარჯიშებდა თან და წყალში ხტომა და ვზივარ მე და რა მოგწონსო მითხრა ახლა თქვენ 13 წლის ხართ ხო რა ვიცი მე უნდა რუსული მე ვთხარი ატუდა ის მაგო მე აქედან ვერ განმოხდები მე მეგონა ახლა მეტყვის რომ განმოხდები და არა თუ 10 მეტრი და ვერ განმოხდები აი პატარიდან განმოხდები და მოვეწონე ტანვარჯიში მით უმეტეს ტანვარჯიში სილეთები ვიყავი კოორდინაცია კარგი მქონდა მე პლუს უკვე ჩამოყალიბებული რამოდენიმე წელიწადში უკვე ტანის მქონდა ისე და ამიყვანა და 3 წელიწადში უკვე მე მივახციე იმას რომ საქართველოს ნაკრებში წყალში ხტომა ვიდეო ფოტო მასალა რომელიც ეხება თქვენ ცხოვრების გადაცემის რეჟისორი ჩართავს და ესე იგი თქვენ გარძელეთ ესე იგი და გახდით სპორტის ოსტატი ტანვარ ეს წყალში ხტომაში წყალში ხტომაში უკვე თითქმის აი ესე და ამიყვანეს ნაკრებში საქართველოს ჩემპიონი გახდით ხო მე უკვე ტანვარჯიშის დავანებე იმიტომ რომ ვერ არ გამოდიოდა კი ხო და აი ეს მაინტერესა ხო ბატონ ალექსანდრე და 18 წლის ასაკში გახდით სტუდენტი ფიზკულტურის ინსტიტუტი ახლა სპორტის უნივერსიტეტი და პირველი კურსის შემდეგ წაგიყვანეს ჯარში კათედრა იყო მაგრამ რადგანაც 45-ში იყავით დაბადებული იმ წელს ბევრი არ იყო საკავშირში ომების იმის გამო ბევრი და ჯარში ყველა მიყავდათ მეორე კურსიდან ყველა მიყავდათ და თქვენ აღმოჩნდით პოლონეთში საბჭოთა ჯარის ნაწილები დივიზიებში პოლონეთში იქაც აგრძელებდით ხო იქ რასაკურველია ის მომეხმარა ძალიან 3 წელიწადი მე პრინციპში ტანვარჯიშზე ცურვაზე გამოვდიოდი იქ ჩვენი ჯარები არის საზღვარგარეთ რამოდენიმე ქალაქი ქვეყანაში ეს უნგრეთში არის ესე იგი გედერი იყო მაშინ სახლობდით პოლონეთში და გიწევდათ უნგრეთში და გერმანიის დემოკრატიულ შეჯიბრებებზე სიარული ხო და უკვე რო ჩამოვედი მე უკვე მზად ვიყავი რომ კიდევ გამეგზელებინა ეს ერთი წამი აი დაუბრუნდეთ იმ 3 წელიწადს ბევრი ტიტული მოიგეთ იქ ჯარში რომ ვიყავით ეს შეერაღებულ ძალების ჩემპიონატები იყო პოლონეთში, უნგრეთში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ახალგაზრდებს ვეტყვი რომ იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 90 წლამდე. კედელი უკვე მოხდა მათი გაერთიანება და იმდენი ჯარები იყო სხვათა შორის რომ ძალიან დიდი შეერაღება გერმანიის დემოკრატიულ იმაში იყო. ქვეყანაში. იქით იყო ფერგი. მე დაბრუნდით აქეთ. დაბრუნდით აქეთ და აი მე იქაც გამოვდიოდი ცურვაში ხო პოლონეთის და უნგრეთის ჯარების გაერთიანებულ ჩემპიონატში ხო მეორე ადგილი მესამე ადგილი ჩემპიონი არ ყოფილა არ მივიდა მე ვიწერო მე დაბრუნდით ტანვარჯიშიც გამოვდიოდი ორივე სახეობაში აი ეს ორი სახე ზაფხულში ცურვა ზამთარში ესე იგი ჯარი იყო სპორტული თქვენთვის სპორტული 3 წელი აი ეს სპორტულ ამბავში და რო ჩამოვედი ეს მომეხმარა მე დაამთავრეთ ფიზკულტურის ინსტიტუტი თბილისში და 68 წლიდან ხო ხართ მწვნელი
ესეა ზუსტად. წყალში ხდომაში და მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებელები რადიოსმენელები ახლა ბატონო საშა აი შემიძლია გითხრათ რომ დიდი თხოვნების და მისი შვილის ირაკლი ბართაე რომელიც არის საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი წარმატებული სპორტსმენი წარმატებული მწვრთნელი და წარმატებული მსაჯი ახლა ირაკლი ბართაე იმყოფება თურქეთში იქ არის ანტალიაში ევროპის ჩემპიონატი და მე-12-ია ხო მე-12 ჯერ ევროპის ჩემპიონატს საჯობს მე წავიკითხე ხო და ირაკლის თხოვნით და იმით მოახერხეთ ბატონი საშას მოყვანა იმიტომ არ უყვარს ტელევიზიით გამოსვლა მობილურ ტელეფონს არ ატარებს არ მინდაო ძალიან ბევრი მირეკავს და ვერ ვეხმარებიო ყველას და ძალიან დიდი დიპლომატიის შედეგად მოხდა ისი მოწვევა გადაცემაში ძალიან ბევრი ხალხი გაზარდა სპორტსმენები მე თავის შვილს ასწავლა ირაკლის ეს ნელობაც ხო და ფანტასტიკური თელი თაობები გაზარდნენ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები წყალში ხდომაში ევროპის სოფლიო ჩემპიონატებზე ბოლო წლებში და საერთაშორისო ტურნირებზე სერიოზულ კონკურენციას უწევენ დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, სამეულში, ხუთეულში, ზოგი მედალოსანი, ზოგი ხუთეულში, სოფლიო უნივერსიადაზე მესამე ადგილი ეს სერიოზული შედეგია. არ არის ესე, ნიდრო იქ სულ წყალბურთელებმა აიღეს მესამე ადგილი, აიღეს ძუდო უნივერსიადას, და მე ჩვენ და რო გითხრეს სადაგა ბაზაო? ხო. ბაზა არა გვაქვს. უბრალოდ ხო. მაგრამ იქნება. აბა როგორ აიღეთ მესამე ადგილი? მაგრამ იქნება და კიდევ რას მაგრამ მაგრამ აი იყო დრო რომ ახლა გაგიცინებათ მართლა ის ანეკდოტი როა თუ კარგად მოიქცევით წყალში აღისხავთო აი ეგეთ ვარიანტი 90-იან წლებში ხო დარბაზში ვარჯიშობდით ერთი ამბავი თან ის რო იყო კოვიდი რო იყო ხო არ მუშაობდა არაფერი არა ეს უკვე 20 წელი ხო ხო აი ესე და ძირითადში მაინც პროფესიონალიზმი თავისას აკეთებს ყველა საქმეში ერთი მეორე ის რომ უკვე წამოვიდა ბავშვები კარგი ეხლა სხვანი ნიჭიერი ბავშვები მოდიან ძალიან ნიჭიერი ხა ჩემს სახეში მე ვიტყოდი რომ ეხლა ანტალიაში არიან ხო და 3-4 წლით უფროსებს ეჯიბრებიან და იმათ რომ შენ მოუგებ რა ხელ ამბავია ეს ძალიან სერიოზული მინდა გითხრათ ეხლა მე ჩემი თავის ქებაში გამოვიდა ესე მაგრამ ფაქტია და ფაქტებს ვერ გაიქცევ კი სულ 20 ახალგაზრდა არის ჩართული წყალში ხდომაში პროფესიონალურად საქართველოში და უცხოელებს მიშო არ ჯერათ რომ 20-ზე მეტი არ აყავთ 20 გეოგრაფია ჩვენი ერთ ადგილას იმ 20-დან 5 ან 10 ხდება სოფლიო ჩემპიონატის ტოპ 5-ში, ტოპ 10-ში, ევროპის ჩემპიონატის საერთაშორისო ტურნირებზე ზოგი უმიზნებს ოლიმპიადაზე მოხვედრას ლიცენზიის მოპოვებას ამდენიმე კაცი. რთულია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, კაცო, რა ხოცი ცდა ბედის მონახილე. ახლას მუშაობს ბატონი ალექსანდრე, ახლას მუშაობ თქვენ. გასაგებია. დღესაც იყავით ვარჯიშზე, ხო? დღეს ვარჯიშიდან წამოვედი. იმიტომ რომ ისინი არიან ანტალიაში. თელე ორი გოგო და ორი ბიჭი. ერთი უნივერსიტეტის ემზადება, დანარჩენი იქვე ტარდება ევროპის ჩემპიონატი. დიდებში. ხო და თან მონაწილეობა ევროპის დიდებში ეს სერიოზული განაცხადია. მე ეს ვფიქრობ, რა ვიცი. კი, ნამდვილად. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, კიდევ დაგიბრუნდებით. თქვენ მადლობა რომ კიდევ დაგიბრუნდებით სხვა თემებზე რომ იქნება საუბარი, რომ არ გაგვექცეს ეს დრო. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, გისურვებთ ახალ წარმატებებს, ჯანმრთელობა გაქვთ, წარმატებებს, სპორტულად ცხოვრობ მთელი ცხოვრება, დამსახურებული სპორტსმენი, მწვრთნელი, პედაგოგი და რაც თავარია ძალიან დიდი ენთუზიასტი, რომელიც იმ პერიოდში როცა თითქმის იყო წმედი, როცა პირობები არ იყო არც მატერიალური, არც დარბაზის, ან აუზის კუთხით, მაინც ცდილობდნენ შენარჩუნებას ამ სპორტის. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის მიხეილ დავითაშვილი. კიდევ ერთხელ მინდა წარმატგინო მიხეილ დავითაშვილი, საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი, საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების წევრი 2000 რომელიც წლიდან ხართ მიშო? 2010 წლიდან დღემდე. მიხეილ დავითაშვილი. სპორტული ოჯახი და მამა თქვენი იყო კალათბურთელი, როგორც მე ვიცი, 90-იან წლებში და მიხეილ დავითაშვილი არის კიდევ ერთხელ შეგახსენეთ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი და ერთდროულად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. ახლა ყინულის ჰოკეის ძალიან დიდი ისტორია აქვს საქართველოში 66 წლიან ამას
შეგიძლიათ წინა გადაცემები ნახოთ, დაგუგლოთ და ჰოკეის ფედერაცია როგორც მე ვიცი 2004-ში დაარსდა დენის დავიდოვი თბილისელმა ბიჭმა, თბილისელმა ჰოკეისტმა და 2009 წელს გახდით მსოფლიო ფედერაციის წევრი და 2012 წლიდან თუ 10 წლიდან მონაწილეობთ მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. ახლა რატომ მოვიწვიეთ მიშა? მანამდე ყავდა რამდენიმეჯერ წინა წლებში გადაცემებში ბატონი ზაზა ხეჩუაშვილი, ზაქარია ხეჩუაშვილი ფედერაციის გენერალური ბოდიში პრეზიდენტი ყავდა გადაცემებში. საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებმა აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე დივიზიონი ბ ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, გახდა ჩემპიონი და მოიპოვა უფლება მომავალ წელს 26 წელს იასპარეზოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში. ახლა მიშა უფრო დეტალურად იტყვის ამაზე და იტყვის იმაზე, რომ ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატში არის იქ ტოპ კლას, ჰაი კლასი, მერე მიდის პირველი დივიზიონი AB, მეორე დივიზიონი AB, მერე მესამე, მერე კიდევ საკვალიფიკაციო ფაქტორად 5 დივიზიონი გამოდის, ხო? კი ბატონო. გთხოვთ ბატონიში, იყავით ახალ ზელანდიაში 3 მაისს დამთავრდა ჩემპიონატი, თელმა სამხარომ გაიგო ამის შესახებ, ხერ რომ დაიწყებ ჩაერთვება ის ვიდეო მასალა, რომელიც თქვენი ფედერაციის გვერდიდან ავიღეთ, მადლობა ბატონ შოთა ბალარჯიშვილს, თქვენ ფედერაციის PR მინისტრ, PR პრეზიდენტს, PR მენეჯერს თუ საზოგადოებასთან ურთიერთობ. გთხოვთ ბატონო. მოულოდნელი იყო ეს შედეგი, ელოდებოდით გამარჯვებას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მოულოდნელი იყო ალბათ იმ გუნდებისთვის, ვინც მონაწილეობდნენ, მაგრამ ჩვენი გეგმა წელს იყო, რომ მოგვეგო ეს დივიზიონი. რა თქმა უნდა, ხა ყოველ წელს არის გეგმა რომ მოვიგოთ დივიზიონი, მაგრამ წელს ყველაზე რეალური შანსი გქონდა რომ მოგვეგო ეს დივიზიონი, იმიტომ რომ ძალიან კარგი შეკრების გავლა შევძელით თბილისში ახალ შენებულ ყინულის მოედანზე. ასევე ოლიმპიურ პარკში რომ არის, ხო? დიახ, ოლიმპიურ პარკში ახალ შენობა, რომლის მშენებლობა ჩარშან დაიწყო და წელს დამთავრდა, სადაც მიმდინარე წელს სამთვის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, სადაც სამწუხაროდ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულმა დიახ 2008-2009 წელს დაბადებულმა ბავშვებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ამ ნაკრებიდან ვისაც იქ უნდა მიეღო მონაწილეობა, ორმა იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. სანდრო მუმლაძე, ხო? დიახ და ნიკოლოზ კეჭაყმაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში დებიუტანტები არიან. სანდრო მუმლაძემ მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან არეულობა იყო კართან და საბოლოო ჯამში სხვას ჩაუწერეს გოლი, მაგრამ დაჩაგრეს დაჩაგრეს. სანდრომას და ჩვენც ვიცი და ყველამ ვიცის, რომ ის სანდრომ გაიტანა რეალურად და სტატისტიკურად სხვა წერია. ასევე ნიკოლოზ კეჭაყმაძე, როგორც აღნიშნე, რა ვიცი, გასაოცარი ახალგაზრდები არიან, ძალიან კაი ბავშვები არიან, 16 წლისები არიან, რომლებიც წელს გახდნენ 16 წლის და ჰქონდათ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ახლა დავიწყოთ. პირველი მატჩი ისლანდიასთან 27 აპრილი, ხო? 27 აპრილი. როგორ დაამარცხეთ? ისლანდია. ისლანდია კი ბატონო. 4-0. კი ბატონო. ეს იყო ბომბა. მეორე მატჩი ახალ ზელანდია მასპინძელი ერთ-ერთი ფავორიტი. რამდენი ანგარიში დაამარცხეთ? 5-0. 5-0. ანგარიშებზე. იმდენად დიდი იყო ემოციები ყოველი თამაშის შემდეგ. მთავარი ის არის რომ მოვიგეთ ყველა მატჩი, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა ბულგარეთთან, სადაც 3-0-ს ვაგებდით თავიდან. შემდეგ მოვახერხეთ გათანაბრება ანგარიშის 5-3-ს ვიგებდით. დიახ. საბოლოო ჯამში 7-7 დამთავრდა ძირითადი დრო და დამატებით დროში ვიმარჯვეთ, ხო, ეგრეთ წოდებულ ოვერტაიმში, სადაც ოქროს წესი მოქმედებს და გატანილი გოლით, ხო, ეგრევე ცხადდება გამარჯვებული. ძალიან რთული მატჩი იყო, იმიტომ რომ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები რაც იყო, პირველი თამაში მასპინძა ისლანდიასთან და მეორე თამაში ზელანდიასთან შევძელით გამარჯვების მოპოვება, მერე ერთდღიანი ექსკურსია ჩაუტარდა გუნდს. გამტვირთის დღე. დიახ, აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ორკვირიანი ძალიან ინტენსიური ვარჯიშები იყო თბილისში, შემდეგ იქაც ძალიან დიდი გზა არის გასავლელი. რამოდენიმე დღით 40 საათამდე იყავით გზაში. აქედან რომ წავედით, ვიყავით 37 საათი და უკანა გზაზე 48 საათი დაახლოებით, თავის გადაჯდომით, ჰაერში ორი გადაჯდომით და ასე შემდეგ. დიახ, ორი გადაჯდომით, იმიტომ რომ არ იყო ოკლენდში, ანუ სადაც ძირითადი ფრენები არის, ოკლენდიდან საკმაოდ შორს ქალაქ დუნედინში იყო მსოფლიო ჩემპიონატი. იქ ქართველები არ ცხოვრობენ.
არ ცხოვრობენ, მაგრამ იყო ჩამოსული საქართველოს ელჩი ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ბატონი ბექა დვალი. კი ბატონო, რომელიც 7 წლიანი ლოდინი დასრულდა და გავხდით ისევ მსოფლიო ჩემპიონები, ბოლოს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით 2018 წელს მესამე დივიზიონში. კი ბატონო, სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, სადაც ასევე ბექა დვალი იმ დროს მუშაობდა ჩვენ საელჩოში კეიპტაუნში. ბექა დვალი. ბექა სამწუხაროდ მაშინ ვერ მოასწრო ჩამოსვლა, მაგრამ ამ თამაშების დროს ახალი ზელანდიასთან, მასპინძელთან თამაში დაესწრო და რა თქმა უნდა, გიქომაგათ? კი ბატონო, ჩვენ რამდენი კაცი იყო კიდევ თანხლები ხო მგონი? ბექა იყო სამწუხაროდ მარტო, ანუ არ ცხოვრობენ ქართველები, ფიზიკურად არ არის. მაგრამ ესე ძალიან დიდი ძალა იყო, ანუ მორალური მხარდაჭერა, ყველა კუთხით გეხმარებოდათ ორგანიზაციულ საკითხებში. ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ვიზასთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა არის, ბიუროკრატიული და ძალიან დაგვეხმარა ბექა. მან გირჩიათ რჩევები მოგწევთ. დროულად მიგვეღო ვიზები, ჩავსულიყავთ რამოდენიმე დღით ადრე ჩავედით, იმიტომ რომ ამ ხელა გზიდან, ძალიან დიდი გზა არის, ადაპტაცია ჭირდებოდა გუნდს. დროის არტყელი. დიახ, დროის არტყელი 8 საათი არის საქართველოსთან განსხვავება. ძალიან დიდი დრო არის, იმიტომ რომ ვერ ხვდები, ორგანიზმი უნდა შეეჩვენოს როდესი ვიძინებ. დიახ, ერთი კაი ის იყო, რომ აქედან რომ წავედით, ღამის ფრენა იყო და გუნდმა შეძლო გამოძინება მაინც ფრენის დროს, უმეტესმა ნაწილმა, მაგრამ უმეტესმა სამწუხაროდ ვერა. მოკლედ შევძელით ყველანაირად გადაწყობა პირველი თამაშისთვის. 5 მატჩი მოიგეთ. 5 მატჩი მოიგეთ. ბოლოს ყველა მატჩი. კი, ყველა მატჩი. ბოლოს მოიგეთ ტაილანდთან 15-1. არ გეთქვათ ეს ანგარიში ცოდვა ნამდვილად. არა, ნუ ჰოკეიში. მაგრამ ის იყო გადამწყვეტი პირველი მატჩი. ესეთი, ხო, ნუ გამართლებასაც არის, გუნდის შემართებაზეც არის, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მოთამაშე თან დაგვემტრო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მცველი დაგვემტრა პირველივე თამაში. თბილისში შეკრებაზე სანამ გაუფრინდებოდი, გუნდის კაპიტანმა ხრის ტრავმა მიიღო და ფაქტიურად ნახევარი ძალით თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შევძელით რომ შევაჯამოთ. ისლანდიას 4-0, ახალ ზელანდიას 5-0, ბულგარეთთან 8-7 მოვიგეთ, მერე ჩინეთის ტაიპეი 3-1 და ტაილანდი 15-1. 5-ვე მატჩი. კი ბატონო, ჩინეთის ტაიპეისთან მე მგონი. ასე იწერება ხო? რაღაც ტაივანია ხო? არა, ჩინეთის ტაიპეის დიახ ესე. ასე იწერება ხო ოფიციალურად? კი ბატონო. ხო. და საბოლოოდ ტაილანდს 5 მატჩი მოიგეთ და მომავალ წელს იასპარეზებთ მეორე დივიზიონის A ჯგუფში. კი ბატონო. ახლა თქვენ დაასახელეთ 2 ამის გარდა კიდევ ნაკრებში არის ახლა მე თვითონ ჩაგერთო ცოტა. კი ბატონო. ახლა სოხუმელი 1 ვიტალი დუმბაძე. მამისი ფეხბურთელი იყო, ბაბუამისი კივი სოხუმში სერიოზული ავტორიტეტიანი კაცი, მშენებლობაში, არქიტექტურაში იყო. დუმბაძე 2012 წლიდან დღემდე თამაშობს ნაკრებში. არის ასე ძალიან საინტერესო ჰოკეისტი ბორის კოჩკინი ჩვენ ნაკრებში 2016 წლიდან. დედაც დიდი ბოდიში ანუ ჩავეჭრებ საუბარს, რომლის გოლის საშუალებითაც მოვიგეთ ოვერტაიმი ბულგარეთთან. ხო, გადამწყვეტი. 2016 წლიდან თამაშობს ნაკრებში. დედამისი არის მარგარიტა ბურდული, ბათუმელი. ის ამაყობს ქართული წარმოშობით, მე რამდენჯერ მქონდა მასთან საუბარი, მადრიდში რომ ვიყავით სოფლიო ჩემპიონატზე 23 წელს. კიდევ არის მცველი, ძალიან ძლიერი გამოცდილი ანდრეი რომანოვია. ქუთაისელი ბიჭია, მამისი ქუთაისელი, ის ნიჭბოსნობაში იყო, ბაბუა, ბებია, ნუ ქუთაისელი რომანოვები არიან და საქართველოს ნაკრებში თამაშობს, კარგი ჰოკეისტია, უკვე გამოცდილი მცველია. როგორც თქვენ მითხარით, კონსტანტინ გავრილენკოს ყავს დედა, ხო, ქართველი? ხალბატონ, დიახ. ხოფენი არის გვარად, კი ბატონო. ესე იგი კიდევ ოლივერ ობოლგოგიანი, რომელიც ქართული წარმოშობით. არიან კიდევ სხვა ჰოკეისტები, რომლებიც რუსეთში ან ფინეთში ან სხვაგან დაიბადა, გაიზარდა, რომელსაც დედა, ბებია, ბაბუა ან რაღაცა კავშირები აქვს საქართველოსთან. მაგრამ ეს ორი არენა რომ აშენდა ხო საქართველოში, მანამდე ხომ არ ქონდა ჩვენ სტანდარტული არენები. დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადში 5-6 წელი თუ 10 წელი დაშვიდა, ახალი თაობა რომ წამოვიდეს, ხო? კი ბატონო. ჩვენ ფედერაციას რაღაც პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ განვაცხადოთ, რომ ძალიან დიდი დამსახურება არის ფედერაციის. ხო. საერთოდ მთლიანად გუნდის, რომ ეს ყინულის სასახლე თბილისში და ბათუმში, უფრო თბილისში, მაგრამ ბათუმშიც მათ შორის იმ სახით არის, როგორთაც არის, იმიტომ რომ ტექნიკურ დავალებაში და ძალიან სხვა დეტალებში ნუშაობთ, ძალიან ბევრ
ნაწილში მონაწილეობას ვიღებდით. დიახ და ნამდვილად საოცრება არის საქართველოსთვის ეს ყინულის მოედანი 22 წელია დაახლოებით ველოდებოდით თბილისში ყინულის მოედანს 22 წლის წინ დაბრუნდა რო ახსენეთ საქართველოს ჰოკეის ისტორიაო 22 წლის წინ დაბრუნდა 2004-ში 2002-დან დაიწყო ხო მაგრამ და მე ნელ-ნელა ხო 90-იან წლებში იყო პაუზა საერთოდ დაკონსერვებული იყო სიტუაცია იყო და კიდევ ერთხელ გამემეორებ საქართველოს ჰოკეის აქვს 61 წლიანი ისტორია პირველი ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში 61 წელს იყო ბაკურიანში 62-ში მეორე ჩემპიონატი 62-ში შეიქმნა საქართველოს ნაკრები რომელიც 62-ში ეკატერინბურგში სვერდლოვში გამართულ საკავშირის ზამთრის სპარტაკიადაზე ჩვენო ნაკრებმა 2 მატჩი მოიგო ყირგიზეთს და სომხეთს მოუგო და მე-10 ადგილი დაიკავეს. მე 70-იან წლებში იყო ის გუნდი პირველი მერცხალი ნოდარ დონაძე, ხო? იმ გუნდში გაიზარდა ის შესანიშნავი მეკარე კოტე ბახუტაშვილი, რომელიც 88-99 წლებში მოსკოვის CSKA-ს ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ერთი მატჩი დიდ CSKA-ში და პლუს სარკავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა საკავშირის მერე აირია სიტუაცია საკავშირის დაშლა ყაზანის გუნდში თამაშობდა და მერე მიატოვა ჰოკეი მაგრამ 90-იანებში იყო პაუზა და 2002-3 წლიდან დაიწყო და მიშო სულ არის ჩართული მამამისი კალაბურთელი იყო მაგრამ თვითონ ჰოკეი აირჩია ბიძამ მიმიყვანა ჰოკეიში რომელიც სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი იმ ტრაგედიას შეეწირა სამწუხაროდ რომელიც ცნობილი არის ეს 2009 წლის სექტემბერში ხო მაგრამ დენის დავიდოვი კი ბატონო ლაშა ცაგარეიშვილი ხო ლაშა მეუღლესთან მე სომხეთის ფედერაციის ყინულის ფედერაციის პრეზიდენტი მისი მიდიოდნენ კონგრესზე და თურქეთში ავტო საგზაო შემთხვევაში დაიღუპა ეს ხალხი დენისი ჰოკეისტი იყო და მე 2017 წლებში დენისის ძმა ილო დავიდოვი იყო ის ჰოკეისტი იყო პირველ 80-იან წლებში და ის იყო ფედერაციის პრეზიდენტი. კი ბატონო ხო. რაც შეეხება ამ ახალი ყინულის მოედნებს რო ვახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჰოკეის შემდეგი განვითარებისთვის საქართველოში, იმიტომ რომ მოგცემს საშუალებას ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდეს, მაგრამ აუცილებელია რომ სხვა ქალაქებსაც ჰქონდეთ საშუალება მათ შორის ქუთაის რავი ძალიან აუცილებელი არის რომ ბაკურიანში იყოს მოედანი, იმიტომ რომ ახალციხე დიახ ხო შეიძლება ახალციხეში აუცილებელი არის რომ ამ ეტაპზე ალბათ ქუთაისში და ბაკურიანში იყოს სადაც რაღაცა ისტორია რაღაცა კი არის დიდი ისტორია არის ჰოკეის იმიტომ რომ იგი ანუ ნაკრების დებიუტანტები რო აღნიშნა ერთი ბავშვი ბაკურიანიდან არის მეორე ქუთაისიდან სანდრო არის ქუთაისიდან და ნიკოლოზი არის ბაკურიანიდან და ნუ ძალიან დიდი რესურსი არის ესე რომ ვთქვათ ბავშვების რა და ჭირდებათ ხელშეწყობა რა თქმა უნდა და ყინულის მოედანი რომ მთლიანად თავისი ანტიპოტენციალი გამოაჩინა. 26 წელს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი მეორე დივიზიონი აჯგუფი. როდის გახდება ცნობილი ჩვენი ბოდიში როდის გახდება ცნობილი სად ჩატარდება ეს ჩემპიონატი კონგრესი იქნება ახლა? ეხლა შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში არის 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით კონგრესი სადაც მიმდინარეობს ხმის მიცემა დიახ. ჩვენ გვინდა განაცხადი გავაკეთოთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შემდეგ წელს, მაგრამ დაწინაურებულ გუნდს არ გვაქვს ოფიციალურად განაცხადების გაკეთების უფლება. თუ რომ არ იქნება არც ერთი პრეტენდენტი და არავის არ იქნება სურვილი რომ აღნიშნული დივიზიონი ჩაატაროს, რომელიც არის პირველი ბოდიში მეორე A დივიზიონი, მაშინ ჩვენ გვექნება საშუალება რომ კენჭი ვიყაროთ, ესე რომ ვთქვათ. და სავარაუდო არის რომ შემდეგ წელს შეიძლება საქართველოს ჩატარდეს. თუ შემდეგ წელს არა, ალბათ 1-2 წლის შემდეგ მაინც მოხერხდება ეს. აუცილებლად ჩატარდება, იმიტომ რომ ფესტივალზე როგორც აღნიშნე, კი ბატონო, აი ფესტივალზე მსოფლიო ფედერაციიდან ჩამოსული იყვნენ ტექნიკური დელეგატები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან იშვიათად რომ ესეთ ყინულის მოედანს სადმე შეხვდებით, იმიტომ რომ გასახდელები მათ შორის, დიახ, ეკიპირება მთლიანად ყინულის მოედნის არის უმაღლესი ტექნოლოგიის. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ დავითაშვილი საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი და ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარერის მიხეილ აბაიშვილი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან სექტემბრიდან 24 წლის ნოემბრამდე
24 წელს ახალი არჩევნების შემდეგ გიგა გვენცაძე აირჩიეს, ჩვენი ცნობილი ტელერადიო კომენტატორი, მიშა გახდა ვიცე-პრეზიდენტი, რომ იქ დებულებების მიხედვით არ შეიძლებოდა მესამეჯერ. ჩვენ მაშინაც ერთი გუნდი ვიყავით, ეხლაც ერთი გუნდი ვართ, თქვენი ჩათვლით ბატონო. დებულების მიხედვით იყო ესეთი, რომ არ იყო საჭირო მესამეჯერ, მაგრამ ერთი გუნდი ერთად მუშაობენ და მინდა გითხრათ, რომ მიხეილ აბაიშვილი დღეს მოვიწვიეთ, იმიტომ რომ ის როგორც საქართველოს ჟურნალისტი საფეხბურთო ნაკრების თავრიცნელი ხარ თუ არა, ჩვენ რიგითი წევრი ვარ და დელეგაციებს ხელმძღვანელობ ხოლმე როცა იმყოფებოდა მოლდოვაში, კიშინიოვში, სადაც გაიმართა სერიოზული დონის საერთაშორისო ტურნირი და ჩვენმა ნაკრებმა, საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრებმა დაიკავა მეორე ადგილი. და მინდა ვთხოვო მიხეილ აბაიშვილს, ვინ მონაწილეობდა ამ ტურნირში, შესაბამისი ფოტომასალაც გვაქვს, როგორ ჩატარდა ფინალში, როგორ წავაგეთ, ვინ დაეხმარა იმ ჩემპიონ გუნდს, აჯება დაეხმარეს თუ ფორვარდები ყავდა ძლიერი მოქმედი ფეხბურთელები და თუ შეიძლება ამაზე მოგიყვებით და მე კიდე ფეხბურთის თემაზე გავაგზავნებთ. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ბატონ თენგიზ მოწვევისათვის და მივესალმებით ტელეობიექტივის მაყურებელს, ასევე მინდა ბატონ ალექსანდრეს საიუბილეო 80 წლის თარიღი მიულოცო საქართველოს ფეხბურთეთა ნაკრებს მართლაც გამორჩეული წარმატება ზედიზედ მეორედ გასვლა და უნდა აღვნიშნოთ ერთი მოვლენა და ფაქტი, რომ საქართველოში ხელბურთი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრადიციები აქვს, თავიდანვე ბურევესნიკი მსოფლიო ჩემპიონების ნაკრებებსაც კი უგებდა ხოლმე, გახსოვთ ზარიავასტო კასპრიზზე რა გუნდები ჩამოდიოდნენ და ყველაფერი, მაგრამ დღეის მდგომარეობით სამწუხაროდ ისე ვერ არის კარგად განვითარებული, არ არის იმდენად ბევრი, ვთქვათ, ჯგუფი, სადაც ქართველი ხელბურთელი მოემზადებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სხვა კონკურენტ ევროპის ნაკრებებთან შედარებით, სადაც 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო ნაკლები შესაძლებლობები არჩევანი აქვს. ქართველ რაოდენობრივად, მაგრამ იგივე ალბათ ჰოკეიზეც ანალოგიური ვითარება საერთოდ მოედანი არ გქონდა და ჩვენი გუნდი გადადის სხვადასხვა ქვეყნებში ვარჯიშობენ. უფრო და უფრო მაღლა მიიწევს და რა თქმა უნდა ქართულ ჰოკეისაც ულოცავ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეორე დივიზიონში და წარმატებებს უსურვებ. ფიქრობ, რომ ზოგადად ქართული სპორტი აღმავლობის გზაზე ფეხბურთში ვხედავთ რა წარმატებებსაც აღწევენ როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში. იმედია, რომ ეს ყველაფერი უკვე საკლუბო დონეზე წაისახება და აქ ცოტა ჩავარდნა გვაქვს და იმედია, რომ უკვე წელს აქაც გავაუმჯობესებთ მოვლენებს. ახლა რაც შეეხება ჩვენს ტურნირებს, ეს მოლდოვაში, კიშინოვში, დედაქალაქში ჩატარდა ეს ტურნირი 3-5 მაისს. ერთი კვირის წინ დავბრუნდით სულ ჩვენ ამ ტურნირიდან. და ჯგუფ ევროპის თასის სტატუსით იყო ეს ტურნირი. ჩვენ ჯგუფში ჩვენთან ერთად მოხვდნენ მოქმედი ჩემპიონი აზერბაიჯანი, რომელთანაც ჩვენ გასულ წელს ნახევარფინალი დავთმეთ დრამატულ ბრძოლაში 3-2, ასევე იყო უნგრეთი და ასევე ჩვენთან ჯგუფში იყო ისრაელის ნაკრები. სადებიუტო ჯგუფის შეხვედრა სწორედ აზერბაიჯანთან გქონდა და 5-3 გავიმარჯვეთ ამ შეხვედრაში ჩემპიონთან. კი ბატონო, მოქმედ ჩემპიონთან, რომელიც ჯგუფში ჩარჩა საბოლოოდ ისე გამოვიდა. შემდეგ უკვე უნგრეთს ვაჯობეთ, უფრო ისეთ თითქოს თავიდან მარტივად წავიდა 4-1 ვიგებდით, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გაგვითანაბრეს ანგარიში და ნუ საბოლოოდ ჯამში მაინც მეხვდე. ბოდიში ფოტო კადრებია იქ ზუსტად კიშინევში გამართული ტურნირის ჩვენი ნაკრების თამაშების სხვადასხვა ეპიზოდები. კი ბატონო და ბოლო წუთებზე 5-4 ისევ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეთ 5-4 გავიმარჯვეთ. დასკვნით შეხვედრაში უნგრეთსაც პირველი შეხვედრის მსგავსად 5-3 მოუგეთ და უდანაკარგოდ 9-0-ით დავასრულეთ ჯგუფური ეტაპი. კი ბატონო, შემდეგ უკვე კიდევ ერთი რევანშის დრო მოვიდა, ჩვენ ნახევარფინალში შევხვდით მოლდოვას და იცით თქვენ ბატონ თენგიზ, რომ ყოველწლიურად უკვე 7 წელია ჩვენ საქართველოში, ნუ ზედა თბილისში, მაგრამ ბოლო წელს შარშან ჩავატარეთ ბათუმში ანალოგიური კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო მედია ტურნირი. ვატარებთ ამას 7 წელია და შარშან ჩვენ ფინალი დავთმეთ მოლდოვასთან პენალტების სერიაში და წელს ისე მოხდა, რომ ნახევარფინალში მოლდოვას ვეთამაშეთ და თავისი დრამატურგიით საოცრად ისეთი მატჩი იყო საინტერესო, ჯერ
1-0-ს 2-1-ს ვაგებდით, შემდეგ დავწინაურდით 3-1-ს ვაგებდით, შემდეგ დავწინაურდით 4-3-ს ვიგებდით და ზუსტად ბოლო წუთზე გაგვიტანეს გამთანაბრებელი გოლი 4-4 დასრულდა ძირითადი დრო და მატჩი გადავიდა დამატებით დრო არ არის პირდაპირ პენალტების სერიაში გადავიდა და იქ უნდა ითქვას რომ ჩვენი მეკარე გოლკიპერი გეგი კიკაბიძე იცით სპორტული ჟურნალისტი ნომად სპორტის დამფუძნებელი პირველივე თამაშიდან მუხლზე გაიწვი და კუნთი დაიზიანა და კატეგორიული უარი თქვა რომ არ გაეგზელებინა გააგრძელა აი ამ დაზიანებით და ამ პენალტების სერიაში გადამწყვეტი 7 მეტრიანები იყო გადამწყვეტი 7 მეტრიანი მოიგერია და გაგვიყვანა ფინალში ფინალში საკმაოდ იმედებით გავედით, თუმცა დავმარცხდით საკმაოდ რუმინეთთან დავმარცხდით 7-4, თუმცა შემდეგ როგორც გაიგო უკვე მატჩი შემდეგ აქ არ ხდება ასეთი. მოქმედი ფეხბურთელი იყო ვინმე? ხო, რამდენი 4 მოქმედი ფეხბურთელი. ესე იგი ჟურნალისტებად არა ჟურნალისტი კი და ყავდათ რუმინეთის ფუტზალის ლიგი პირველი ლიგიდან ყავდათ 4 ფეხბურთელი წამოყვანილი და ნუ რაღაცა არასპორტულ რაღაცა fair play არ დაიცვეს ამათმა და ასე მოხდა რომ გაასახეს ჟურნალისტებად. ნუ გავედით მეორე ადგილზე, მაგრამ ფიქრობ ურიგო შედეგი არ არის, მით უმეტეს რომ ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება დაიმსახურა ჩვენმა გეგი კიკაბიძემ, ასევე 10 გატანილი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ჟურნალისტი ცოტნე კინკლაძე და ფიქრობ საკმაოდ ღირსეულად გამოვედით და არ შეგვირცხვენია არც დროშა, არც მუნდირი და კარგი შედეგით დავბრუნდით. დაამარცხეთ მოლდოვის ნაკრები. მასპინძლები კი ბატონო. მასპინძელი, რომელსაც წინა წლებში სულ მოქმედ ფეხბურთელებს ან ერთი წლის უკან ვინც დაამთავრებდა. იქ ნახეთ ჩვენ რომ ტრანსფერ მარკეტზე ყავდათ ორი მოთამაშე. რეალური ფეხბურთელები, რომლებიც ფიგურირებდნენ და უმაღლეს ლიგაში ან სადღაც აბსოლუტურად ვიცავთ ამ ყავს ჟურნალისტები მხოლოდ და ან მედიასთან დაკავშირებული მაგათად ჩვენი კაპიტანი არის რეჟისორი სპორტული კოტე მიგინეიშვილი იმედზე და პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ანუ რეალურად მედიანაგრები ყავს კი რა თქმა უნდა მედიანაგრები ყავს მეც იცით ვიღებ ხოლმე ამ თამაშს ხა ისეთი დიდი ინტენსივობით არა მაგრამ ჩართული ვარ იქ ახლა მიშო მინდა გითხრათ რომ მიხეილ აბაიშვილი, დაცვაში ხომ ახლა წარმოიდგინეთ მისი კომპლექსიის დაცვაში კედელია, როცა ურტყამენ ჯარიმანს, ესე იგი მიშა თუ დადგა იქ გოლის გატანა მოხვედრა კარების მიმართულებით პერიმეტრში ძალიან რთულია. ახლა ცოტა მოიკლო წონაში, თორემ კედელი დაცვაში, ხო? და ასევე დღეს რა თქმა უნდა არის 13 მაისი. ერთი წამი ჯერ არ ვიჩქარ, ჯერ მიდის ის კადრები, ესე იგი დამთავრდა ეს ტურნირი, თქვენ გახდით ვიცე-ჩემპიონი. სამივე მატჩი მოიგეთ ჯგუფში. ნახევარფინალზე მერე დამარცხეთ რუმინეთის ნაკრებთან ჟურნალისტების რომელშიც 4 კაცი ყოფილა ფუტზალის ლიგიდან წამოყვანილი ჟურნალისტად გასაღებული ვითომ მომუშავე რეალურად ფეხბურთელები ახლა ფეხბურთელები არიან ისინი ახლა ამ წელს კიდევ ჩატარდება რამე ტურნირი არის გეგმაში ლიეტუვაში მგონი ლიეტუვაში არის ცნობილი დრუსკინინკაის ტურნირი ოღონდ ჩვენ ვფიქრობთ წახვალ თუ არ წახვალ თუ არ წავალ გასაგებია ესმის ფლათ ეს დამოკიდებულება არ მოგწონს ჩვენი ქვეყნის მიმართ რაც არის ბალტიის შეიძლება უარი გითხრათ ხო მაგრამ ჩვენ ოქტომბერში ტრადიციულად ვაწყობთ კოტე მახარაძის ლეგენდარული კომენტატორის კი ბატონო და ასევე ბატონი ჯამლეტის სახელობის საკალათბურთო ტურნირსაც რომელიც პირველი დებიუტი გახსოვთ თქვენ შარშან შედგა და წელსაც ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ესე იგი შემოდგომაზე იქნება საერთაშორისო ტურნირი ჟურნალისტთა საფეხბურთო გუნდების სხვადასხვა ქვეყნების კოტე მახარაძის სახელობის კი ბატონო ბათუმში და თბილისში ჩავატარებთ ვის სახელობის სტუდიაშიც და გადაცემაშიც ვიმყოფებით ჩვენ ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის ჩვენი უდიდესი მაესტროსი ამ ჩვენი სფეროსი სპორტული ჟურნალისტიკის დამსახურებული წნელის ბატონო ზუსტად მიშა აბაიშვილის ინტერვიუ არის კიშინევში ახლა მიდის ეთერში გადის ეს ფრაგმენტები კიშინევში რომ ჩვენ იქ მეორე ადგილი ვიცე-ჩემპიონობა ხუმრობა არ არის ახლა პრემიები არ ეკუთვნით იქ ორგანიზატორების თუ როგორ სუფთა ენთუზიაზმით თამაშობთ ენთუზიაზმი არ არის როდესაც შენ გაქვს პატივი დაიცვა საქართველოს ღირსება აქ ენთუზიაზმი აღარ არის აქ საჭიროა უნდა გაწირო ბოლომდე ყველაფერი რაც გაქვს
აი გეგიმ იყო ჩაღა ტრამვის მიუხედავად გეგი კაბიძემ კარგი მეკარეა, კარგად თამაშობს და იყო ჩაღა ბოლომდე იბრძოლა მიუხედავად ტრამვისა მაინც გადამწყვეტ მომენტში იქ მოლდოვასთან ხო პენალტი კი ბატონო პენალტი გადამწვა ცალი ფეხით პირდაპირ მნიშვნელობით ცალი ფეხით იყო და მოიგერია გადამწყვეტით 1-1 და გაგვიყვანა ფინალში გეგი კი ესე იგი თქვენ წმაყოფილი ხართ ხო აბსოლუტურად წმაყოფილი ვართ რა თქმა უნდა და გეგმავდით შემიძლია გითხრათ რომ გეგმავდით ნამდვილად ჩემპიონობას და სხვა მიზანს არც არასდროს არ ისახავს ჩვენი ნაკრები. მე მახსოვს ეგვიპტეში იყო ჩვენი ნაკრები იქ მესამე ადგილზე გავედით კი. მოქმედი ფეხბურთელები ჩაურთიათ იქ არა მოქმედ გუნდს ვეთამაში. გუნდს იქ მოქმედ გუნდს ვეთამაში. მოქმედ გუნდს ეგვიპტე იყო თუ სხვა ქვეყანა? ეგვიპტის კონკრეტული გუნდი იყო რომელიც სახეც ხა ჩვენ არაფერს არ მოგცემს აქ. მთლიანად გაასახეს ჟურნალისტი. 3 წლის წინ იყო კი. ხო მაგრამ ალექსანდრიაში იყო მგონი ეს მაჩი. კი ალექსანდრიაში იყო. და თქვენ ახლა აღნიშნეთ მეც გადაცემის დასაწყისში ვთქვით დღეს არის 13 მაისი. საქართველოს ისტორიული დღე, რადგანაც 44 წლის წინ 1991 წლის 13 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დუსელდორფში თბილისის დინამომ ფაქტურად საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასი დაამარცხა ფინალში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი კალცაისი, რომელიც იყო საბაზო გუნდი გერმანიის დემოკრატიული ნაკრების 6 თუ 7 წევრი იყო ფაქტურად იმ ნაკრებში გერმანიის დემოკრატიული ნაკრების სერიოზული გუნდი ყავდა იმ 80-იან წლებში 90-იან 80-იან წლებში და ეს იყო უდიდესი წარმატება ქართული ფეხბურთის, ქართული სპორტის და არა მარტო სპორტის, ეს იყო უდიდესი წარმატება საქართველოსთვის, იმიტომ რომ კი ვიყავით საბჭოთა იმპერიის წევრი, მაგრამ მიშა თქვენ იმ დროს იყავით 10 წლის. კი, 10 წლის. მე ვიყავი 21 წლის და კარგ დეტალებში თქვენს რასაკვირველია გახსოვთ, 1-2 სიტყვა დარჩა სულ 2 წუთი გადაცემის ბოლომდე. მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს მატჩი იყო საქართველოს ერთიანობის ყველაზე ნათელი სიმბოლო და გამოხატულება, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ 2-1 ერთი გოლი გაიტანა სამაჩაბლოს რეგიონიდან ვლადიმერ გუცაევმა ოსმა ეთნიკურად ოსმა მაგრამ გულით და სულით მეორე გოლი გაიტანა ეთნიკურად აფხაზმა მაგრამ ასევე ქართველმა ვიტალი დარასელიამ და საქართველოს აი ეს ძალიან დიდი გამარჯვება აი ამ ორი სიმბოლური იყო ესეც საქართველოს ორი ქართველის თუმცა ეთნიკურად სხვა ერის წარმომადგენელმა შვილმა მოუტანა მე უღრმესი აი უდიდესი მადლობა და პატივისცემა მინდა დავაფიქსირო იმ თაობის მართლაც ნახევარ ღმერთებად მივიჩნევდით ხო იმ როცა ეს ხდებოდა აგერ ბატონი ალექსანდრე დამეთანხმება მიშა პატარა არის უმცროსია და ის მაშინ არც იყო დაბადებული და რა ვიცი ეს არის მოვლენა გამარჯვება რომელმაც საქართველოს ცოტა სხვა მხრიდანაც ანუ იქ მოხდა რაღაცა გაღვიძება სწორედ იმ ეროვნული სულის რომ ჩვენ აი ესეთი გამარჯვება შეგვიძლია კი ბატონო და ერთგვარი დისიდენტური მოძრაობასაც მისა ბიძგი და მიგვიყვანა იქამდე კი ბატონო მიგვიყვანა იქამდე სარგებლობის შემთხვევით მიშა და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო იმ ფეხბურთელებს სიცოცხლეები არიან ახლა იმ 4 უდიდესი მადლობა მათ და ჩვენი მოწიწევა და პატივისცემა უთხრათ მათ რამდენიმე ფეხბურთელი გამოკვალდა ჯერ კიდევ დარასელი 82-ში რამაზ შენგელია დავით ყიფიანი სერგო კუტივაძე მწვრთნელებში ნოდარ ახალკაცი მთავარი შემოქმედია გამარჯვების მე მგონი რომ მოვა კიდევ კი ევროპაზე შარშან ეროვნულ ნაკრებმა გავიდა ითამაშა კარგად ვითამაშეთ სერიოზულ დონეზე გავედი ჯგუფიდან მაგრამ უფრო დიდი წარმატებების მოლოდინში ვართ ევროპის ჩემპიონატის სოფლიო ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ და ოლიმპიურ თამაშებზე ალბათ როდესაც გავალთ ეს მნიშვნელოვანია კი პრესტიჟულია ერთი ნაბიჯი დაგვაკლა შარშან წინ ერთი ნაბიჯი დაგვაკლა ის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფაქტიურად იყო ოლიმპიური ნაკრები და რომ მოგვეგო ის პენალტების სერიაში რომ მოგვეღო ფინალში და აღმოჩნდებოდით ოლიმპიადაზე პარიზში. დიდი მადლობა მიშა გენაცვალე. დღეს 2025 წლის 13 მაისია პირდაპირ ეთერში იყო
კომენტატორ რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული ძნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამრით ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარმე ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ბატონი ალექსანდრე ბართაია, საქართველოს დამსახურებული ძნელი, განათლების დამსახურებული წარჩინებული მუშაკი, სპორტის ოსტატი წყალში ხტომაში და სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში. ბატონი მიშო დავითაშვილი, საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი, ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრი და ბატონი მიხეილ აბაიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხომ არ შემეშალა? ვიცე-პრეზიდენტი. დიდი მადლობა მიშო, დიდი მადლობა მიხეილ, დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე, დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.